რა არის და რისთვის არის კარგი მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში. მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიშისას ხდება მაღალი ინტენსიური და დაბალი ინტენსიური დატვირთვების ინტერვალური ცვლა. მაღალი ინტენსიური ინტერვალს მოყვება დაბალი ინტენსიური ინტერვალი და ეს არის ერთი ციკლი. ვარჯიში შედგება რამოდენიმე ციკლისგან. ერთი ციკლის ხანგრძლივობა 20 წამიდან 1 წუთამდეა, ხოლო მთლიანი ვარჯიშის ხანგრძლივობა 10 წუთიდან 30 წუთამდეა. მაღალი ინტენსიური ინტერვალი არ უნდა აჭარბებდეს დაბალ ინტენსიურ ინტერვალს. მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში კარგია ცხიმისისთვის, რადგან ის ასტიმულირებს ცხიმწველი კატექოლამინების, ადრენალინის და ნორადრენალინის, ასევე ზრდის ჰორმონის მოზღვავებულ სეკრეციას. ამ მხრივ მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში, რომელიც ხანმოკლე დროში თავდება, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ხანგრძლივი ჩვეულებრივი კარდიო დატვირთვა. მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში შედგება 4 პარამეტრისგან. ეს არის ვარჯიშის ხანგრძლივობა, ინტენსიურობა, აღდგენა და მისვლების რაოდენობა. მაღალი ინტენსიური ვარჯიში მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია ზრდის ჰორმონის სეკრეციის, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს კუნთის ზრდას და აქტიურებს ცხიმის წვასაც. ამ მხრივ დაბალი ინტენსიური მაგალითად ჩვეულებრივი კარდიო დატვირთვა 45 წუთიანი ძუნძული სირბილი ახლოსაც ვერ მოვა ხანმოკლე მაღალ ინტენსიურ დატვირთვასთან. ვარჯიშის მერე აღდგენა ინდივიდუალურია. ამისათვის საჭიროა გაიაროთ აღდგენის სისწრაფის ტესტი. ამაზე ჩვენ ცალკე ვიდეოს შევწერ. რადგან გადატვირთვა ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და საერთოდ მაღალი ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში არ არის რეკომენდირებული თუ გვაქვს გულსიძახთა პრობლემები და რაიმე ტრავმები. როგორ ჩავატაროთ აღდგენის სისწრაფის დასადგენი ტესტი? გაიზომეთ პულსი მშვიდ მდგომარეობაში. დაიწყეთ მაღალი ინტენსიურობით ვარჯიში 1 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ისევ გაზომეთ პულსი. დავუშვათ პულსმა მოიმატა 162-მდე. დაისვენეთ ზუსტად 1 წუთი და ისევ გაიზომეთ პულსი. თქვათ პულსი ჩამოვიდა 150-ზე. სხვაობა 12-ია. თუ პულსი ჩამოვიდა 12-ზე ნაკლები სხვაობით, მაშინ ორგანიზმი ვერ ასწრებს აღდგენას. ეს მიუთითებს გულის პრობლემებზე და ასეთი ინტენსიური ვარჯიში რისკის შემცველია. თუ პულსთა სხვაობა 13-დან 20-მდეა, მაშინ ვარჯიში უნდა იყოს ზომიერი, ხოლო თუ სხვაობა 20-დან 30-მდეა, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია. თუ 30-ზე მაღალია, უკვე კარგ ფორმაში ხართ. საუკეთესო მაჩვენებელია, როცა პულსი ჩამოდის 7 მდგომარეობის ნიშნულამდე. მაღალი ინტენსიური ვარჯიშისას ჩქარდება გულის პულსი და სუნთქვის სიხშირე. დაბალი ინტენსიურობისას მცირდება პულსი და სუნთქვა. იწყება დასვენების ფაზა. საჭიროა ორგანიზმს მისცეთ საკმარისი დრო აღდგენისათვის. შეგიძლიათ დაელოდოთ 7 მდგომარეობაში პულსის მიახლოებულ მაჩვენებელს. ან ვარჯიშის ფაზაზე ორჯერ მეტი ხანი დაისვენოთ. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ ვარჯიშით გადატვირთვას. დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს, სადაც მე გიჩვენებთ საუკეთესო მაღალ ინტენსიურ ვარჯიშებს ცხიმის წვისთვის. მომავალ შეხვედრამდე.